აა მოგესალმებით ყველას. მადლობა დასწრებისთვის. გამარჯობა. სალამი. ბიზნეს ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის სახელით მადლობას გეტყვით შემოერთებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კეთდება ამ შეხვედრის ჩანაწერი და პრეზენტაციის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. პრეზენტაციის მიმდინარეობისას გთხოვთ, რომ თქვენი კითხვები დააფიქსიროთ ჩატში და დასასრულს აუცილებლად გავივლით თითოეულს. მოდი დავიწყოთ. დღეს წარმოგიდგენთ სესიას, რომელიც ეძღვნება ECBA სერტიფიცირებას, ალბათ იცანით სლაიდზე მოცემული ეგრეთ წოდებული ბეჯი, რომელსაც IABA ანიჭებს პირს, რომელმაც ეს გამოცდა ჩააბარა, იმისთვის რომ მოხდეს მისი გლობალური აღიარება. ჩვენ გვაქვს მომზადებული დეტალური პრეზენტაცია, რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ სერტიფიკატზე და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელ სესიას დატოვებთ თავდაჯერებული და მოტივირებული, რომ მოიპოვოთ ეს სერტიფიკატი, ან დაფიქრდებით მაინც ამ გამოცდისთვის მომზადებაზე. მე ვარ მარიამ ჯოხაძე, ბიზნეს ანალიტიკოსი და IABA საქართველოს წარმომადგენლობის პროფესიული განვითარების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი და მე წარმოგიდგენთ ამ სესიას. ინფორმაციის გაზიარებაში და თქვენს კითხვებზე საპასუხოდ დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი ნინო მჭედლიშვილი, რომელმაც შარშან მიიღო ECBA სერტიფიკატი და ნინო სესიაში მოგვიანებით ჩართობა პირადად გაგვიზიარებს, როგორ მოემზადა ECBA გამოცდისთვის და რა გამოცდილება მიიღო. აი, კიდევ შემოგვიერთდნენ. ძალიან მოკლედ ვიტყვი IBA-ს შესახებ, ალბათ უფრო მათთვის თუ თქვენგან რომელიმეს არ აქვს ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც დგას ამ სერტიფიცირების უკან. IABA დაარსდა 20 წლის წინ და გახდა მსოფლიოში წამყვანი პროფესიული ასოციაცია ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის. დღეს მას ყავს 30,000-ზე მეტი წევრი, ასეთი წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში და ასობით მოხალისე და პარტნიორი ორგანიზაცია. IABA-ის მისია დგას იმ ძირითად ღირებულებაზე, რომ ჩამოყალიბდეს ბიზნეს ანალიზის და მასთან დაკავშირებული მიმართულებების პროფესიონალების გაერთიანებული საზოგადოება, შეიქმნას გარკვეული საერთო ცოდნის ბაზა და არსებობდეს სერტიფიცირება როგორც ცოდნის სანდო, დამადასტურებელი და საერთაშორისოდ აღიარებული საშუალება. შემდეგ სლაიდზე გადავალ. ვიმედოვნებ იცით, რომ IABA საქართველოს წარმომადგენლობა დაარსდა შარშან წლის ბოლოს და გავხდით ამ გლობალური მოძრაობის ნაწილი. ჩვენ მუშაობთ, რომ საქართველოში შეიქმნას ბიზნეს ანალიზის პროფესიული საზოგადოება, ადგილი, სადაც პრაქტიკოსები, როგორც გამოცდილი, ისე დამწყებები შეძლებენ კავშირების დამყარებას, ზრდას და განვითარებას. სწორედ ამის მისაღწევად დავაორგანიზეთ ეს შეხვედრაც და დავაორგანიზებთ სხვა ცოდნის გაზიარების ღონისძიებებს და ხელშეუწყობთ BA პროფესიული ქსელის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თუ დღეს აქ ხართ, უკვე ამ საზოგადოების ნაწილი ხართ და იმეც ვიტოვებ, რომ ჩართულები იქნებით ჩვენს აქტივობებში და დაესწრებით ხოლმე ჩვენს შეხვედრებს. დღეს საინტერესო პროგრამა გველის, განვიხილავთ რა არის ECBA სერტიფიკატი, რატომ აქვს მნიშვნელობა, მიმოვიხილავთ წინაპირობებს და ხარჯებს, როგორია გამოცდის ფორმატი, მომზადების სტრატეგიები და შემდეგ ჩვენი სტუმარი უპასუხებს ზოგად კითხვებს თავის გამოცდილებაზე და ბოლოს უპასუხებთ თქვენს კითხვებს, რომლებსაც ჩატში განათავსებთ. მოდი შევუდგეთ. IABA გვთავაზობს ბიზნეს ანალიზისთვის სპეციფიურ სამ ძირითად სერტიფიცირებას. სამი დონე არის სერტიფიცირების, რომელთაგან თითოეული კარიერის განსხვავებულ ეტაპზე არის გათვლილი. პირველი არის ზუსტად ჩვენი სასაუბრო თემა ECBA, ანუ Entry Certificate in Business Analysis და ეს არის ადგილი, სადაც უმეტესობა იწყებს. მარტივად რომ ვთქვათ, ECBA არის საწყისი დონისთვის, სადაც სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება. მეორე არის CCBA, ანუ Certification of Capability in Business Analysis, პროფესიონალებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ 2-დან 3 წლამდე პრაქტიკული, კონკრეტულად ბიზნეს ანალიზთან დაკავშირებული გამოცდილება. მესამე არის CBAP, Certified Business Analysis Professional, უფროსი სპეციალისტებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ 5 წელზე მეტი გამოცდილება.
მოდით ცოტა უფრო ჩავუღმავდეთ, რა არის ECBA კონკრეტულად. ეს სერტიფიკატი შექმნილია მათთვის, ვინც BA კარიერას ახლა იწყებს, ან ცოტა ხნის წინ აქვს დაწყებული. იდეალური არის კურსდამთავრებულებისთვის, სტუდენტებისთვის, ვისაც სურთ ამ პროფესიაში ადგილის დამკვიდრება, ასევე ცოდნის დასტურად რომ ჰქონდეთ სერტიფიკატი, ასევე გამოსადეგია როგორც არსებული, ასევე სხვა სფეროებიდან BA როლში გადასვლის მსურველებისთვის. აი მენეჯერებისთვისაც, ვინც ყოველდღიურად მუშაობენ მოთხოვნებთან და სურთ რომ გარკვეული ფორმალიზება მოახდინონ თავიანთი ცოდნის. ზოგადად ECBA-ს მთავარი ღირებულება არის იმაში, რომ ის ადასტურებს, რომ გესმით ბაბო გაიდი, ანუ ბიზნეს ანალიზის ცოდნის ბაზის სახელმძღვანელო და ამ პროფესიის ფუნდამენტური სტანდარტები. გარდა ამისა, გლობალურ კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე ამ სერტიფიკატის ქონა არის მნიშვნელოვანი, რადგან ერთგვარი სიგნალი არის დამსაქმებლისთვის, რომ თქვენ შეგიძლიათ ბიზნეს ანალიზის ენაზე საუბარი და გაუგებთ ყველას, ვინც ამ სფეროში იქნება თქვენთან ერთად ჩართული ამასთან დაკავშირებულ პროექტებში. რატომ უნდა აიღოთ ECBA? ცალსახად ყველას აქვს სუბიექტური მისანი ამასთან დაკავშირებით, თუმცა რაც ჩანს სერტიფიკატის მქონე პროფესიონალების უკავშირიდან გამომდინარე, რაც IABA-ს აქვს ოფიციალური მონაცემებით, ეს არის პირველი, რომ ECBA გაძლევთ სტრუქტურირებულ, სტანდარტიზებულ ცოდნას ბიზნეს ანალიზში, იღებთ მკაფიო ჩარჩოს, ეგრეთ წოდებულ frameworks, რომელიც ემყარება ბაბუკის სტანდარტებს, ერთიან ენას, რომელსაც BA-ები მთელ მსოფლიოში იყენებენ. მეორე, იმიტომ რომ დამსაქმებლებმა იციან, რას ნიშნავს ეს სერტიფიკატი, ეს გაიდი, CV-ზე ECBA-ის ქონა არის კონკურენტული უპირატესობა, როგორც წინა სლაიდზეც აღვნიშნეთ, და მესამე, თავდაჯერებულობა სტეიქჰოლდერებთან საუბარში, გასაუბრებებში და იმ ცოდნაში, რომ თქვენი ცოდნა საერთაშორისო სტანდარტებზე არის დაფუძნებული, რითიც ხდებით გლობალური პროფესიული საზოგადოების წევრი. გადავიდეთ ფაქტებზე, გაგიზიარებთ რამდენიმე მაჩვენებელს, რამაც შეიძლება мотиваცია მოგცეთ. გლობალურად 10,000-ზე მეტი ECBA სერტიფიცირებული პროფესიონალი არის მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანი რიცხვია, თუმცა აქ საქართველოში ამჟამად გვყავს მხოლოდ 12 სერტიფიცირებული პროფესიონალი. ეს არის მცირე, მაგრამ მზარდი ჯგუფი და ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი პროფესიონალი. IABA-ის საერთაშორისო გამოკითხვის მონაცემებით, სერტიფიცირებულ პროფესიონალებს გლობალურად დაახლოებით 18-დან 20%-ით მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე არასერტიფიცირებულ კოლეგებს და სერტიფიცირებული პროფესიონალების 80% ამბობს, რომ კარიერა პოზიტიურად განვითარდა მას შემდეგ, რაც სერტიფიკატი მიიღეს და რაც მთავარია, გაიზარდა მათი თავდაჯერებულობა, რაც მათთვის უფრო მეტ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვიდრე ხელფასის ზრდა. ახლა ვისაუბროთ ყველაზე საინტერესო თემაზე და იმაზე, რაც ECBA-ის მოსაპოვებლად არის საჭირო. მოდით დავიწყოთ მოთხოვნებით და ხარჯებით. ECBA-ის სერტიფიკატებს, როგორც წესი, ყველას აქვთ წინაპირობები. არსებობს აპლიკაცია, განაცხადი, რომელსაც ვავსებთ სხვადასხვა დეტალით და ამის საფუძველზე ხდება გამოსაზე გასვლის სუფლების მინიჭება IABA-ის მხრიდან, თუმცა ECBA-ის შემთხვევაში ეს აპლიკაცია არ ივსება. არ არსებობს აპლიკაცია, ეს ახასიათებს CCBA-ს და CBAP-ს. სამუშაო გამოცდილებაც არ მოითხოვება ECBA-ის სერტიფიკატისთვის, როგორც წინაპირობა, არც პროფესიული განვითარების საათები მოითხოვება, ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გავიდეს გამოცდაზე. პროფესიული განვითარების საათებზე მაინც გეტყვით, ვინც არ ხართ საქმის კურსში, მოკლედ, რომ IABA-ის კონტექსტში პროფესიული განვითარების საათები ნიშნავს ტრენინგების, სემინარების, ვორქშოპების ან აკადემიური განათლების საათების იმ რაოდენობას, რომელიც კანდიდატს უნდა ჰქონდეს გავლილი იმისათვის, რომ მის დაშვება მოხდეს გამოცდაზე და რომელიც შინაარსობრივად იქნება რელევანტური ბაბოქთან. ვთქვათ, რამე სრულიად განსხვავებული სფეროდან მიმართულებიდან თუ არის ასეთი საათები, შეიძლება არ მოხდეს გათვალისწინება.
მოკლედ ეს არ ახასიათებს CCBA-ს და გაითვალისწინეთ ეს ახასიათებს ძირითადად CCBA-ს და SIPAP-ს. ხარჯების თვალსაზრისით, თუ IIBA-ის წევრი ხართ, ან გახდებით, რაც წელიწადში $100 ღირს საქართველოს რეზიდენტებისთვის, გამოცდაში გადაიხდით $245. თუ წევრობის გარეშე გადაწყვეტთ ჩაბარებას, გამოცდის საფასური იქნება $345. წევრობა ნამდვილად ღირს, თუ გამოსის ჩაბარებას გეგმავთ, გარდა ამისა, წევრობა გაძლევთ საშუალებას, რომ წვდომა გქონდეთ რესურსებზე, ექსკლუზიურ რესურსებზე, ღონისძიებებზე, IBA-ის knowledge hub-ზე, რაზეც მალე ვისაუბრებ, ასევე IABA ხანდახან აკეთებს წევრების წახალისებას სხვადასხვა ხერხით, რაც მაგალითად გამოიხატება გამოცდის ღირებულების ფასდაკლებაში და სხვადასხვა ტიპის წახალისებები არსებობს, ამიტომ ამას თვალყური ადევნეთ. თუ პირველ ჯერზე ვერ ჩააბარებთ, არინერვიულოდ, გამოცდის გადაბარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით. და წევრებისთვის გადაბარება არის $95, როცა წევრობის არ მქონეთათვის არის $245. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ის არის, რომ ECBA სერტიფიკატს ვადა არ ეწურება. ერთხელ თუ მოიპოვებთ, ის სამუდამოდ თქვენია და განახლება არ სჭირდება. ერთ შენიშვნას გავაკეთებ, მაინც ყოველს ყურადღებისთვის, რომ ამ წახალისებებიდან და პოლიტიკის ცვლილებებიდან გამომდინარე, ტარიფები არის განახლებადი, იშვიათად, მაგრამ მაინც ამიტომ გთხოვთ აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია IABA-ის ოფიციალურ გვერდზე, სანამ დაიწყებთ გამოცდისთვის მოსამზადებელ პროცესს. გადავიდეთ შემდეგზე. ახლა ვისაუბროთ თავად გამოცდაზე. მომზადების თავარი რესურსი არის Babok Guide, ანუ Business Analysis Body of Knowledge, მესამე ვერსია, ეს არის ყველაზე ბოლოს გამოშვებული, ასევე Business Analysis Standards. გამოცდა შედგება 50 კითხვისგან, ეს არის სიტუაციური, მრავალარჩევანიანი კითხვების კომბინაცია, იგივე multiple choice კითხვები იქნება. თუ ხო, საერთო ჯამში გაქვთ 75 წუთი, ეს არის 90 წამი კითხვაზე და სავსებით საკმარისია თუ კარგად მოემზადებით. გამოცდა ტარდება ონლაინ სახლიდან PSI პროქტორინგის პლატფორმის საშუალებით, ვინც არ ხართ საქმის კურსში, ეს არის ფორმატი. ესეთი ფორმატი საშუალებას გაძლევთ, რომ ჩააბაროთ სერტიფიცირების გამოცდები დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან, ტრადიციულ საგამოცდო ცენტრში გამოცხადების გარეშე. ეს პროცესი იმას უზრუნველყოფს, რომ გარემო იყოს უსაფრთხო, იყოს სამართლიანი და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და მეთვალყურეების, ანუ ამ პროქტორების მეშვეობით მოხდეს გამოცდაზე დაკვირვება. შესაბამისად, მოქმედებს Clean Room Policy, ეგრეთ წოდებული, ანუ თქვენი გარემო უნდა იყოს სუფთა, ჩანაწერების, დამატებითი ეკრანების და საგნების გარეშე და PSI ამას შეამოწმებს გამოცდის დაწყებამდე თქვენი კამერის საშუალებით. გამსვლელი ქულა დაახლოებით არის 70%, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ IABA იყენებს ფსიქომეტრიულ შეფასების სისტემას, თითოეულ კითხვას აქვს თავისი წონა, სისტემა აკვირდება რა დრო იხარჯება თითოეულ კითხვაზე და კიდევ არის სხვა მომენტები, რისი გათვალისწინებაც ხდება ჯამურ ქულაში. ამით თვითონაც IABA საზღვრავს კითხვების სირთულეს, როგორ დაამოდიფიცირონ ისინი მომავალში, ამიტომ ზუსტი ზღვარი აი ამ ბარიერის შეიძლება არ იყოს ცნობილი და შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს 70%-დან. გამოცდის ჩაბარება რამდენიმე ენაზე არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენთვის ყველაზე ახლოს არის ინგლისური ენა. და რეგისტრაციის პროცესი ზოგადად მარტივია, უნდა შექმნათ პროფილი iaba.org-ზე, შეიძინოთ გამოცდა, შემდეგ PSI-ის პორტალზე უნდა აირჩიოთ სასურველი თარიღი, როდესაც ჩაგიტარდებათ გამოცდა და ამის დეტალური ინსტრუქცია ყიდვისთანავე დაიგზავნება თქვენს მეილებზე. შემდეგი. ხო, ახლა ყველაზე საინტერესო პრაქტიკულად როგორ ემზადება ადამიანი ამ გამოცდისთვის. ამასთან დაკავშირებით ნინოც გაგვესაუბრება, თუმცა სტანდარტულად
ჩვენ გირჩევთ შვიდსაფეხურიან მიდგომას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია და ყველას თავისი მიდგომა ექნება ამასთან დაკავშირებით. პირველი ნაბიჯი არის, რომ გაიცნოთ გამოცდის სტრუქტურას, დომეინებს, მათ წონას და კითხვების ტიპებს, დომეინებზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ. მეორე ნაბიჯი არის, რომ უნდა შეიქმნათ ბაბოკის საფუძველი, შეისწავლოთ ეს knowledge area-ები, რაც არის ბაბოქში და ამაზეც ვისაუბრებთ, ტექნიკები, კომპეტენციები. მესამე ნაბიჯია წაიკითხოთ ბიზნეს ანალიზის სტანდარტი, ეს უფრო მცირე ზომის დოკუმენტია და ბაბოქს ავსებს დამხმარე მასალად. მეოთხე ნაბიჯია, რომ სტრუქტურირებულად გადახედოთ მასალას, შემდეგ ივარჯიშოთ სიმულაციურ ტესტებზე, შეასრულოთ ეგრეთ წოდებული mock გამოცდები და ამით შეეჩვიოთ კითხვების ფორმატს. და მეექვსე ნაბიჯი გამოცდამდე გაიცნოთ PSI სისტემას, ჩაატაროთ ტექნიკური შემოწმება და გაიცნოთ ზოგადად იმ ინტერფეისს, სადაც მოგიწევთ ამ გამოცდის დროის გატარება. მეშვიდე ყველაზე ბოლო არის ის, რომ ცხადია, უნდა გაიმეოროთ, დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, სადაც ნაკლები ცოდნა გაქვთ და თქვენი სუსტი წერტილები აღმოჩნდა. გარდა ამისა, რომ თავადაც შეგიძლიათ მოემზადოთ გამოცდისთვის დამოუკიდებლად და თვით ორგანიზებით, IAB გთავაზობთ სხვადასხვა შესაძლებლობას, რითიც ზოგადად სპეციალისტები აბარებენ გამოცდებს. ეს არის სამი მთავარი არხი, აკრედიტებული პროვაიდერები არსებობენ, რომლებიც თავაზობენ ზოგადად სპეციალისტებს, პროფესიონალებს სტრუქტურირებულ კურსებს ECBA-სთან დაკავშირებით, თუმცა შეიძლება არ იყოს ეს კონკრეტულად გამოცდაზე, არამედ ზოგადად ამ დონესთან შესაბამის კურსებს. მეორე არის ტრენინგ ცენტრები, რომლებიც კონკრეტულად აი ამ გამოცდისთვის ამზადებენ სტუდენტებს და მეოთხე არის უკვე ჩეპტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და სასწავლო ჯგუფები და ამასაც ცოტა ხანში დავუბრუნდებით. რაც შეეხება რესურსებს, აქ მოცემული არის ამ სლაიდზე IAB-ის ოფიციალური ECBA-ის რესურსების სრული სია და ამ სლაიდზე მოცემულ ინფორმაციას დაგეგზავნით აუცილებლად, კარგი იქნება თუ მოგწერთ, მთლიან პრეზენტაციასაც გაგიზიარებთ, რომ უკეთ გაეცნოთ, ესენი არის ბაბოკ გაიდი და ბიზნეს ანალიზის სტანდარტი, ორი ძირითადი რესურსი. საიტზე ასევე არსებობს roadmap-ი, handbooks შეგიძლიათ გაეცნოთ უფასოდ, learning journey არის ცალსახად მხოლოდ წევრებისთვის ხელმისაწვდომი და ძალიან კარგი საშუალება, რომ დამოუკიდებლად მოემზადოთ გამოცდისთვის დახმარების გარეშე. blueprint-ი, რომელსაც ცოტა ხანში გავეცნობით და IAB knowledge hub-ი, რომელიც წარმოადგენს უამრავ რესურსის ბაზას თვითონ IAB-ის საიტზე, ესეც მხოლოდ წევრებისთვის. ხო. გადავიდეთ შემდეგზე. ბაბოკის გაიდი, ორი სიტყვით ვიტყვი, ეს არის გამოცდის საფუძველი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, ეს ორგანიზებული არის 6 knowledge areas მიხედვით. აქ არის ჩამოთვლილი ეს არეები, ამას დიდ დროს არ დაუთმობ, თუმცა ძირითადად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის როგორ გეგმავთ BA სამუშაოს, რისი გამოყენებით, შემდეგ როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას stakeholder-ებისგან, როგორ ხდება ბიზნეს საჭიროებების მიღება, საუკეთესო გზა ამ საჭიროებების აღმოსაჩენად, როგორ ხდება მოთხოვნების გაანალიზება, მოდელირება, პრიორიტეტიზაცია, მოთხოვნების შენარჩუნება, მიკვლევა, დამტკიცება და ბოლოს როგორ ხდება საბოლოო გადაწყვეტის, ანუ solution-ის განსაზღვრა და რა ფასეულობის მომტანი არის აქ. ზოგადად ბიზნეს ანალიზში. ეს 6 სფერო, რაც მოცემულია სლაიდზე, არის ურთიერთდაკავშირებული და ეს ისრები დაკავშირების გვიჩვენებს როგორ გადადის ერთიდან ინფორმაცია მეორეში და ამ კავშირის გაგება არის გადამწყვეტი გამოცდისთვის, არა მხოლოდ ECBA-ში, არამედ CCBA-შიც და CBOB-შიც, რადგან კითხვების დიდი ნაწილი არის სიტუაციური და ამოწმებს ესმის თუ არა გამოსაცდელს აი ამ knowledge area-ების კონკრეტული სცენარები. შემდეგი არის
BACCM-ი, ანუ Business Analysis Core Concept Model, ესეც არის ბაბოკის თეორიული ბირთვი და ეს მოდელი განსაზღვრავს 6 ძირითად კონცეფციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ყველა BA სამუშაოს: ცვლილება, საჭიროება, გადაწყვეტა, სტეიქჰოლდერები, ფასეულობა და კონტექსტი. ზოგადად BA სამუშაო ბრუნავს არსებითად აი ამის გარშემო და მნიშვნელოვანი არის როგორ ურთიერთქმედებს ეს 6 ელემენტი ერთმანეთთან და გამოსაზე ბევრი კითხვა სწორედ აი ამ კონცეფციების გარშემო მოდის. ახლა ეს არის ზუსტად exam blueprint-ი, რაც ცოტა ხნის წინ მახსენე და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან წარმოადგენს გამოცდის გეგმას, გამოცდის სტრუქტურას. და მოდით ზუსტად გავიგოთ, როგორ არის ეს მოწყობილი. ესე იგი, ამის მიხედვით გამოცდაში არის 9 დომეინი და თითოეულს აქვს განსხვავებული წონა. და ამის გათვალისწინებაც ხდება საბოლოოდ ჯამურ ქულაში. პირველი არის understanding business analysis, რომელსაც ყველაზე მაღალი წონა აქვს, შემდეგ არის mindset-ი, შემდეგ არის უკვე implementing business analysis და უკვე ბოლოს მე-4-დან მე-9-მდე არის ზუსტად ის 6 კონცეფცია, რომელზეც წინა სლაიდზე ვისაუბრეთ 10%-ით. და ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ეგრეთ წოდებული ჩეკლისტი, როდესაც თქვენი ცოდნის გადამეორებას დაიწყებთ გამოცდისთვის, გამოცდის წინ. ახლა დადგა დრო ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან. ნინო, გთხოვ, წარმოგვიდგინე შენი თავი, მოგვიყევი შენი მიმდინარე როლის და პროფესიული გამოცდილების შესახებ და შემდეგ გადავიდეთ მომზადებულ კითხვა-პასუხზე. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენ დღევანდელი შეხვედრით. ძალიან კარგი პრეზენტაცია ჩაატარა მარიამმა CBA-ის შესახებ. გამახსენა ის გზა, რაც გავიარე, სანამ ამ გამოცდაზე გავიდოდი. ჩემ შესახებ რო ვთქვა, უკვე 4 წელზე მეტი არის, რაც ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობ სხვადასხვა დომენში. ეს შეიძლება იყოს ფინტექი, კრიპტო გადახდები, ამჟამადაც კრიპტო გადახდების მიმართულებით მუშაობ CTPay.io-ში. ასევე მიმუშავია პროცესების რობოტიზაციის მიმართულებით და ზოგადად ციფრული პროდუქტების განვითარების მხრივ. რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს აღებული, შესაბამისად შედარების მხრივაც მიმარტივდება, რომ გავთვალო, რომელი გამოცდა უფრო მარტივი იქნება, როგორ მოვემზადო და ასე შემდეგ. რაც შეეხება უკვე უშუალოდ რჩევებს, მგონი ჯობია რომ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, მარიამ. პირველი თემა, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, არის мотиваცია და გადაწყვეტილება. мотиваცია რის გამოც გავედი ამ გამოცდაზე არის ის, რომ პირველ რიგში მინდოდა რომ ბაბოკი წამეკითხა და დამემუშავებინა და ბარემ რახან წავიკითხო, მოდი გამოცდაც ჩავაბაროთქო. გარდა ამისა, გამოცდა მომცა ის სტრუქტურული საფუძველი, რაც მინდოდა რომ ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ერთ დიდ სურათად შემეკრა და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო კარგად გამიაზრებინა, რას ვაკეთებდი სწორად, რას არ ვაკეთებდი, რა უნდა გამეუმჯობესებინა და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი мотиваცია. გადაწყვეტილებაზე ასევე იმანი მოქმედა, რომ ვცდილობ ხოლმე, რომ წელიწადში ერთხელ რამე საერთაშორისო გამოცდაზე გავიდე და ჩემი ცოდნა უფრო გავიღრმაო, გადავხედო ჩემს მიმდინარე გამოცდილებას და ამ ყველაფერმა შეუწყო ხელი CBA-ზე, რომ გავსულიყავი. რაც შეეხება მომზადების გზას, თითქმის ის გზა გავიარე, რაც მარიამმა ახსენა. რაღაც მცირე შესწორებებით. მაგალითად, არ გამომიყენებია study group-ები და თვითმომზადების გეგმა გავიწერე. ამ პერიოდში ძალიან ახლოს ვიყავი ChatGPT-სთან და ფაქტობრივად მას გავაწერინა ის გეგმა, რის მიხედვითაც ვიმეცადინე ბაბოკი. გარდა ამისა, შევიქმენი წარმოდგენა, როგორი mindset-ი უნდა მქონოდა იმისთვის, რომ გამოცდაზე გავსულიყავით, რადგან შარშან ივლისში განახლდა გამოცდა, მანამდე თუ თეორიულ საფუძველს გთხოვდნენ და კითხვები იყო იმის ირგვლივ თუ აი მაგალითად რომელი ტექნიკა რას ნიშნავდა, იყო განმარტებები და ასე შემდეგ. მთლიანად შეიცვალა გამოცდის სტრუქტურა და ამ ეტაპზე არის მხოლოდ სიტუაციური კითხვები, რომლებიც გულისხმობს, რომ აი გეკითხებიან კონკრეტული кейსის დროს პირველ რიგში რას გააკეთებდი, ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელს დააპრიორიტეტებდი, როგორ მოიქცევდი როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი. ასეთი კითხვები არის აბსოლუტურად ყველა
აი მაგალითად ერთ-ერთ სხვა გამოცდაზე იყო, რომ მოცემული იყო განმარტება 3 ტერმინის და შესაბამის პასუხებში იყო, რომ გამოტოვებული სიტყვები უნდა ჩაგესვა. უბრალოდ ეს ოფშენები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ზეპირად თუ არ იცოდი ის კონკრეტული განმარტება, ფიზიკურად ვერ უპასუხებდი ამ კითხვას. მაგრამ CBase არ არის ასეთი კითხვები არ არის და ესეც კიდევ უფრო ამარტივებს ჩემი აზრით გამოცდის ჩაბარებას. მომზადებას რაც შეეხება, თავიდან დავიწყე ბაბოკით, იქიდან გამომდინარე, რომ სტანდარტი უფრო მეტად შემოკლებული ვერსია არის ბაბოკის. აი ძალიან მოკლედ რო ამოაკონსპექტო ბაბოკში რა არის, ის არის საბოლოო ჯამში სტანდარტი. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ყველა მთლიანი ბაბოკის წიგნი ჩემ გონებაში დავალაგე, რაღაცა ერთ დიდ პაზლად შევკარი და თითოეული tasks მივუჩინე საკუთარი ადგილი, როდესაც უკვე მე სტანდარტი გადავიკითხა, ყველაფერი დაალაგდა და აი ეს მე-7 ნაწილი რაც იყო გადამეორების ნაწილი, სტანდარტი იყო იდეალური ამისთვის. მომზადებისთვის დაახლოებით 1 თვე დამჭირდა, თუმცა აქ არ ვითვალისწინებ აი მაგალითად ტექნიკების ნაწილს. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ იმ ტექნიკებს, რაც ბაბოკში არის მოცემული, გარდა ამისა 50 ტექნიკიდან სულ 20 იყო გამოცდაზე და შესაბამისად იმ დანარჩენი 30-ის სწავლა და გადახედვაც კი არ მომიწია. თუმცა თვე-ნახევარი არის ჩემი აზრით აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ბაბოკი დაამუშავოს ადამიანმა, რომელსაც ცოტა შეხება მაინც ქონია. მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ ბაბოკი არის ჯუნიორებისთვის, არ მოითხოვება რაღაც 2-3 წლიანი გამოცდა, რომ აუცილებლად რეალური ცხოვრებიდან უნდა მოიყვანო მაგალითები, მასზე დაყრდნობით უნდა გასცე კითხვის პასუხი, რადგან ასეთი რაღაცები არ არის საჭირო, კიდევ უფრო ამარტივებს ამ გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება საგამოცდო გამოცდილებას, მზად ვიყავი იმისთვის, რომ საკმაოდ რთული შემოწმება იქნებოდა და რას გულისხმობ ახლა. ყველაზე მეტად რაზეც გამიწყალეს გული, იყო ის, რომ სახლში მყავს კატა და ოთახში არ შეიძლება რომ ცხოველი ყავდეს. უბრალოდ ამ ლოგიკას ვერ ხვდები, რატო არ შეიძლება რომ ცხოველი ყავდეს სახლში და მკითხეს კიდეც რომ service animal არის თუ უბრალოდ ჩვეულებრივი სტანდარტული მოკვდავი ცხოველი არისო. ხო, თუ service animal ყავთ, არ ვიცი, ალბათ საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ, რადგან არ არის ამ შემთხვევაში ჩემი კატა ასეთი, არ ვიცი როგორ ხდება ამის მოგვარება. თუმცა ოთახში რო არ იყო და კარები მივუკეტე, ძალიან ახმაურდა და ეს უფრო სტრესული იყო, ვიდრე კითხვებზე პასუხი და იმის გახსენება რა ვიმეცადინე. ამიტომ ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, სადაც გამოცდას ჩააბარეთ, სადაც იქნება სიჩუმე, იმისთვის რომ მოახერხოთ დაფიქრება, ასევე ხმააღლა ვერ წაიკითხავთ კითხვებს, ეგეც უცნაური არის. ნუ ლოგიკა მესმის, რომ სხვას არ უკარნახო და მე იმან რამე არათერ გიკარნახოს, მაგრამ გამოცდის წინ მთელ ოთახს უნდა მოატარო კამერა ლეპტოპით, სამუშაო მაგიდაც არიელი უნდა გქონდეს, აი მაგალითად რა ვიცი, ყურებიც კი შეამოწმოს, რომ კურსასმენი არ მქონოდა, ოთახის კარები მიმაკეტინეს, როგორც ვთქვი და თუ იცი რომ ეს ეტაპები გაქვს გასავლელი, ბევრად უფრო მარტივად გაივლი და არ დაიზაფრები. და ეგეც ასე თუ ისე მზად ვიყავი ერთი კატის გარდა არ ველოდი მასში ზღუდვას. გარდა ამისა, დრო აბსოლუტურად საკმარისი არის. დაახლოებით 15-20 წუთი დამრჩა კიდეც. უბრალოდ საკმაოდ ჩქარა ვკითხულობ ინგლისურად და მე მაგას ვაბრალებ, რომ დამრჩა ეგ დრო. და ასევე საიტზე არ ვიცი რატო არ ეწერა, მაგრამ შეგიძლიათ 10 წუთიანი ბრეიქის აღება ნებისმიერ დროს. უბრალოდ უნდა მიიწეროთ, ესეთი სიტყვიერი კომუნიკაცია არ გაქვთ დამკვირვებელთან, ეს პროქტორი მუდმივად გიყურებთ, ვიდეო მუდმივად არის ჩართული და მიკროფონიც მუდმივად გაქვთ ჩართული. უბრალოდ უნდა მიიწეროთ პროქტორს, რომ აი ახლა 10 წუთიან ბრეიქს ვიღებ, თანხმობას მოგცემენ, თანხმობის გარეშე არ უნდა გახვედეთ და შემდგომ დაბრუნდებით. ესეთი რაღაც ბუღალტრულ ამბებს რომ მოაგვარებთ, უკვე მარტივი არის გამოცდის ჩაბარებაც. ხო, ბრეიქიდან რომ დავბრუნდი, თავიდან არ დამჭირვებია სისტემ ჩეკის გავლა და ეგეც მარტივი იყო, რომ რაღაც ოთახზე კამერის მოტარება თავიდან არ იყო საჭირო. რაც სხვა გამოცდაზე საჭირო იყო სხვა შორის და ეგეც გამიკვირდა, რომ აქ ეგრე არ გაართულეს ამბავი. რაც შეეხება გავლენას და ღირებულებას, ღირებულება ნამდვილად აქ IIBA-ის ყველა სერტიფიკატს აქვს ღირებულება და ერთ-ერთი მოტივატორი ეგეც იყო, რის გამოც ეს გამოცდა ჩავაბარე, რადგან ვიცოდი, რომ CV-ში ამ სერტიფიკატს რომ ჩავწერდი და LinkedIn-ზეც ამ პოსტს რო დავდებდი, თუნდაც ჩემი
ცოდნის დადასტურება იყო ის, რომ ეს წლები უბრალოდ არ მიყიალია წინ და უკან და ნამდვილად მაქვს ის ცოდნა და ის გამოცდილება, რასაც ვიძახი რომ მაქვს. რაც შეეხება რჩევებს დამწყებისთვის, შემდეგი სლაიდი უფრო დეტალურად არის და მოდი გადავიდეთ ბარემ. წეგან რაც ვახსენე, მასალების თანმიმდევრობა, ესეც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თავიდან დავიწყე სტანდარტის კითხვა, რადგან არის ბევრად პატარა, სულ არის 50 გვერდი. და ვიფიქრე, რომ ჯერ რაღაც ამ პატარას მოვრჩები, მერე გადავალ ბაბოკზე. მაგრამ რომ მივყევი და შინაარსობრივად მაინც და მაინც ვერ დავალაგე რა ეწერა სტანდარტში, იმიტომ რომ ძალიან მოკლე წერია, შემდგომ გადავედი ბაბოკზე და სტანდარტი უკვე კარგი გადამეორების საშუალება იყო. ამიტომ ამ თანმიმდევრობას მე პირადად გირჩევთ, მე ბევრად გამიმარტივა მეცადინეობა. რაც შეეხება თასკების ერთმანეთთან პაზლებით დაკავშირება, ბაბოკის ძირითადი ნაწილი არის სხვადასხვა დროს რა სამუშაოს ასრულებს ბიზნეს ანალიტიკოსი. ეს იქნება დაგეგმვა, ელისიტაციის პროცესი, როდესაც მოთხოვნები უნდა მოაგროვა, შემდგომ რა ვიცი, სოლუშენი, როდესაც გაქვს შესამუშავებელი, რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩაატარო და ასე შემდეგ. თითოეულ სამუშაოს აქვს რაღაც ინფუთი, რომლის გარეშეც ვერ შეასრულებ კონკრეტულ სამუშაოს და აქვს შედეგი. და ეს ინფუთი, აუთპუთი ერთმანეთთან არის ჯაჭვივით ერთმანეთთან დაკავშირებული. რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი სამუშაოს შედეგი არის მეორე სამუშაოს წინაპირობა. ეს ყველაფერი თუ რაღაც ერთ პაზლად დაეწყო და ესე ამოზუმე და ერთ დიდ სურათად შეხედე, ბევრად გამარტივდება ბაბოკის გაგება და ეს რაღაც 500 გვერდიანი წიგნი იქნება ერთი დიდი რაღაცა მიროს ბორდი რომ წარმოიდგინოთ. ამიტომ ეს input-output-ის ერთმანეთთან დაკავშირებაც მნიშვნელოვნად გამემარტივა მომზადების პერიოდი. რაც შეეხება BACCM-ის კარგად გააზრება, ეს თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ ამ კონცეფციას აღვქვამდი როგორც framework-ს, არა და არ არის ეს framework-ი, ეს არის როგორ უნდა შეხედო შესასრულებელ სამუშაოს სხვადასხვა კუთხიდან. და როგორც კი აი ამ ერთ წინადადებას გაიაზრებ და შემდგომ თითოეულ tasks ამ წინადადების შემდგომ წაიკითხავ და თითოეულ task-ზე ცალ-ცალკე არის ეს BACCM-ი მოცემული, უკვე ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილას. მთავარი არის ის, რომ გავიაზრე, რომ არ არის რაღაც framework-ი, არც სტრუქტურა, არც სამუშაოების თანმიმდევრობა, რომ ჯერ აუცილებლად change უნდა იყოს, მერე need-ი, ესეთი რაღაცები არ არის. უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან როგორ შევხედოთ, რა საჭიროებები დგას კონკრეტული სამუშაოს შესრულებისას. შემდგომი რჩევა, რაც არის სილაბუსის და მოთხოვნების კარგად წაკითხვა, ეს ეხება blueprints. Blueprint შემოცემულია მაგალითად, რომ ბაბოკში, როდესაც არის 50 ტექნიკა მთლიანად მოცემული, გამოცდაზე შედის მხოლოდ 20. და იმ დანარჩენ 30-ზე რომ არ დახარჯოთ ყოლად დრო. მაგალითად ის, რომ ეს BACCM-ი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის და უნდა დაუთმო საკმარისი დრო, რომ კარგად გაიაზრო, რას ნიშნავს. ის, რომ აი input-output-ი კარგია task-ების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ასეთი საკითხები არის blueprint-ში მოცემული და პროცენტები, რაც გაგვიზიარა მარიამა, ესეც მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ დაგვანახებს, რომელ დომენზე ვიყოთ კონცენტრირებული და თქვათ, სად ვერ ვიაზრებთ კარგად რა არის, სად გვიჭერს და რა გამოვასწოროთ. შემდგომი არის კითხვის სტრუქტურის და მიდგომის გააზრება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გავიგოთ, როგორ წავიკითხოთ ბაბოკი. საკმაოდ დიდი წიგნია იმისთვის, რომ უბრალოდ პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე ადგე და წაიკითხო და გააზრებისთვისაც საკმაოდ რთულია ეს ერთმანეთთან თუ არ დააკავშირე და რაღაც სტრატეგია არ შეიმუშავე, როგორ უნდა იმეცადინო. ამიტომ აი მე კითხვის მაგალითსაც განვიხილავთ და რომ ვიცით, რომ თქვათ არ არის საზეპიროთ ტერმინები მოსატანი, აღარ დავიზუთხავთ ყველაფერს და უბრალოდ შინაარსობრივად გავიგებთ, რას ნიშნავს. მაგალითად, იყო კითხვები, სადაც უბრალოდ გვეკითხებოდნენ, რომელ tasks, რომელი ტექნიკა შეესაბამება და იმ ტექნიკას კი აღარ დაიზაპირებ, გაიაზრებ, სად, რომელ ეტაპზე, რისთვის ხორციელდება და რა შედეგს გაძლევს. და ასეთი მიდგომით თუ წაიკითხავ ბაბოკს, ეს რაღაც დიდი მონსტრი წიგნი გახდება პატარა გაიდლაინი, რომელიც გამოცდას გაბარებინებს. მე ექვსად ფაქტობრივად დავფარე უკვე სწორი მაინდსეტით და ბოლო რჩევა რაც არის ის, რომ გამოცდაზე გვეკითხებიან, როგორ წერია ბაბოკში და რა რჩევას გვაძლევს. რჩევას არაფერს წერს, რა გაიდლაინს გვაძლევს და არა ის, როგორ ხდება რეალურ სამყაროში.
იმიტომ რომ გამოცდილებით არ ხდება ისე ყველაფერი, როგორც ბაბოქში წერია, სამუშაოს ხანდახან ისე არ ვასრულებთ, როგორც ბაბოქში წერია, მით უმეტეს წაკითხული არ მქონდა მანამდე და რაღაც ასპექტებში არც კი ვიცოდი, რომელი უფრო უკეთესი იყო. ამიტომ გამოცდაზე თუ არის კითხვა და სავარაუდო პასუხებიდან ერთი არის ისეთი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში იყენებ და მეორე არის ისეთი, რასაც ბაბოკი გვეუბნება, აუცილებლად ბაბოქს უჯერებთ. შეიძლება ეს ორი დაემთხოს ერთმანეთს, თავისუფლად შესწრებელია, მაგრამ ყოველთვის ბაბოკი არის პირველ წყარო და არ გვეკითხებიან ჩვენ რეალურად რას ვაკეთებთ, გვეკითხებიან ბაბოქში რა წერია და რას გვეუბნება ბაბოკი. შემდგომი მე მგონი კითხვის განხილვა არის, მარიამ რა გადახვიდე. ნინო, სანამ მაგ კითხვაზე გადავალთ, მაგალითის განხილვაზე, რაც ასევე საინტერესო სექცია იქნება ჩვენი სესიის, რამდენიმე კითხვა მაქვს მომზადებული, დღისი დასმაც მინდოდა და იმედი მაქვს ჩვენი მსმენელებისთვისაც საინტერესო იქნება. მაინტერესებს, რატომ დაგიდგა საჭიროება? ეხლა რატომ აიღე სერტიფიკატი? იმიტომ რომ შენი გამოცდილებიდან ჩანს, რომ უკვე დიდი გამოცდილება გქონდა დაგროვილი როგორც ბიზნეს ანალიტიკოს. რატომ აიღე ეხლა ეს სერტიფიკატი? რატომ არ აიღე უფრო ადრე ან უფრო გვიან? რა იყო, ასე ვთქვათ, ტრიგერი ამ სერტიფიკატის აღების? ხო, ეს მაინტერესებს ჯერ პირველი კითხვა. მოკლედ რომ მიპასუხო, რომ სხვა კითხვებზეც გადავანაწილოთ დრო. იმაზე რთული მეგონა, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ IABA გვეუბნება, რომ ჯუნიორისთვის არის, ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯუნიორისთვის იქნებოდა ეს გამოცდა და აი ჯუნიორ როცა ვიყავი, ველოდებოდი, მიდრე როდის გავხდებოდი, ცოტა გამოცდას როდის დავაგროვებდი და შემდგომ როდის გავიდოდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ უნდა დავლოდებოდი ამას და ბევრად ადრე უნდა გავსულიყავი და გადავწყვიტე, რომ მივყვე ეტაპობრივად, არ გადავახტე რაღაც ნაბიჯებს და დავიწყო CBA-დან, შემდგომ უკვე, ასე ვთქვათ, დავაწიო სერტიფიკატები ჩემს გამოცდილებასაც და ერთგვარი გამოცდის გატესტვაც იყო, რადგან შედარებით მარტივი არის ვიდრე CBA და CBAP-ი, აი გამოცდას რო შეეჩვიო და თუნდაც ის სიურპრიზები, რაც მაგალითად კარტის შემთხვევაში იყო, რომ აღარ დამხვდეს მომავალში. ძალიან კაი. რამდენ ხანს ემზადებოდი საერთო ჯამში? დაახლოებით 1 თვეზე მეტი არ ყოფილა. შარშან ფასდაკლება რო იყო, მაგან კიდევ უფრო მეტად დამოპროვოცირა, რომ მალე ჩამებარებინა და ალბათ უფრო გავწელავდი ეს ფასდაკლება რო სრულდებოდეს და დეკემბრის ხო, სადღაც დეკემბრის შუაში ჩავაბარე 3-4 კვირიანი მომზადების მერე. აჰა, და ეს იყო აი GPT-ს მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით ერთი თვე იყო თავიდანვე გათვალისწინებული. ალბათ ხო, მაგას გავუყავი როგორც თქვი. GPT-მ ცოტა დიდი დრო გამიწერა, მაგრამ მე უფრო დავაჩქარე რაღაცა მაგალითად ტექნიკები მიმეცადინია უბრალოდ გადავიმეორე და ზოგადი roadmap-ი რომ გამიწერა, მივხვდი რა მიმართულებით წავსულიყავი და შემდგომ უკვე ჩემს საჭიროებებზე მოვარგე და ისე მივყევი, თორე GPT-მ ცოტა დიდი დრო 8 თუ 9 კვირა წერა როგორც მშვენიერი. მაინტერესებს, რას გააკეთებდი განსხვავებულად დღეს რომ იწყებდა იგივე გზას, რამეს თუ შეცვლიდი? შეცვლით დიდად არ შევცვლიდი. უბრალოდ უფრო მაინდსეტი სწორად მაქვს შერჩეული და საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე იმაზე, რომ გამიაზრებინა როგორ მეცადინა და არა უშუალოდ მეცადინეობის დრო იყო. და შესაბამისად ეს უკვე ეხლა აღარ დამჭირდება ამ გამოცდილებიდან გამომდინარე და პირდაპირ მეცადინეობაზე გადავიდედი, მაგრამ შეცვლით დიდად არაფერს არ შევცვლიდი. აჰა. კიდევ მაინტერესებს, რამე ისეთი ფასიანი ან უფასო რესურსი თუ არის, რასაც გამოყოფდი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარა გამოსის ჩაბარებაში. ჩვენ მე მგონი მითხარი ადრე საუბრისას, რომ აი learning journey, რაც IABA-მ ახლა დადო, მე მგონი შენ როცა ჩააბარე, მაშინ არ იყო და ახლა რაღაც უფრო ინოვაციურია და უფრო დამხმარე შეიძლება იყოს ბევრისთვის, მაგრამ იმ პირობებში როცა ეგ არ გქონდა, მაშინ რას გამოყოფდი, რაც ძალიან დაგეხმარა მომზადებაში. ნუ რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოს არ გულისხმობ. ხო, სახელმძღვანელოს გარდა მინდოდა რომ გამეტესტა ჩემი თავი, როგორი კითხვები მოვიდა და თავიდან ChatGPT-ს ვეკითხებოდი, რომ აი გამოცდის მსგავსი კითხვები დაესვა, მაგრამ
აი ეგ არის კაი გამახსენდა არ უნდა ინდოთ ChatGPT-ს დასმულ მოგ კითხვებს იქიდან გამომდინარე რომ ბევრად მარტივ კითხვებს სვამს და კითხვებს სვამს იმ თეორიაზე დაყრდნობით რაც ბაბოქში არის და იქ თეორია არ მოდის პრაქტიკული кейსები და აქედან გამომდინარე ეგ კითხვები არასანდო არის მაგრამ ადრე თუ გვიან შევატყე ეგეც რომ არასანდო იყო და Udemy-ზე ვიყიდე ერთი კურსი რომელიც საკმაოდ დამეხმარა რევიუებს დავაკვირდი კარგად და თან რადგან ახალი განახლებული იყო გამოცდა ასევე თარიღებსაც ვაკვირდებოდი რომ განახლებული გამოცდის ფორმატი ყოფილიყო იმ კითხვებში რასაც ვიყიდდი და საკმაოდ მიახლოებული იყო ის კითხვები კარგად მომეხმარა უბრალოდ იქაც ბოლომდე არ უნდა ენდო ახსნებს იმიტომ რომ ხანდახან არ არის სწორი და აი რაღაც კითხვებს თუ დავეჭვდებოდი, მე ChatGPT-ს უგდებდი და იმასთან მქონდა ხოლმე გრძელვადიანი საუბრები, რატო იყო ის სწორი და არასწორი. განსაგებია, საინტერესო. და ბოლოს ალბათ საინტერესო იქნება სხვებისთვისაც, აი შენ თქვი რომ აი სოციალურ მედიაში გააზიარე ამ სერტიფიკატის აღების შესახებ, როგორი ფიდბექი იყო იმ ხალხისგან თქვათ, ვინც შენი სამიზნე აუდიტორია იყო ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის, შენმა დამსაქმებელმა თუ მოგცა რამე კომენტარი ამასთან დაკავშირებით, მოკლედ რა მიიღე სოციალური ამ კუთხით და აი შენ სამსახურს რა შემატა? ამან მოკლედ რო გითხრა და გადავიდეთ მაგალითის განხილვაზე. სოციალურ ქსელში ძალიან კარგი უკავშირი მივიღე. ის პერიოდი გააქტიურებული იყო LinkedIn-ი, როდესაც დავდე ეს პოსტი. რამდენიმე მრჩეველიც მკითხა, როგორ ჩავაბარე და რაღაც საკითხები აინტერესებდათ. რაც შეეხება სამსახურის ნაწილს, მე თვითონაც უფრო კარგად მივხვდი, როგორ უნდა მიმუშავა და ჩემს მიდგომაში რა უნდა შემეცვალა და ერთი რომ მე თვითონაც შევთავაზე სამსახურში, რომ აი ასე ხო არ გავაკეთებ და მეორე მხრივ სამსახურიდანაც წამოვიდა კარგი უკავშირი, რომ აი შენი მიღებული ცოდნიდან შიდა პროცესებში რა გავაუმჯობესოთ, რა შეიძლება რა უკეთესი დავნერგოთ, ან ასევე შემეკითხე მომავალში რა სერტიფიკატს გეგმავ, რომ იმაში დავესაფორთებინე. კარგი სპეტი არაფერი არ გამიგია ნებისმიერ გარემოში, სადაც გავაზიარე ამ სერტიფიკატის შესახებ. ძალიან კარგი. შვენიერია. მოდი გადავიდეთ ახლა მაგალითზე, რომ დამსწრეებს წარმოდგენა შევქმნათ, რა ტიპის კითხვები შეიძლება მოვიდეს გამოცდაზე. დაგვეხმარე ნინო ამის განხილვაში. კი, კითხვები, აი ეს ზემოთ რო წერია activity statement ეგ არ იქნება, აქ უბრალოდ მითითებული არის, რომ რომელი task-დან არის მოტანილი კითხვა. ეს არის IIBA-ს უდევს 10 სამაგალითო კითხვა, როგორი იქნება გამოცდაზე და იქიდან არის ერთ-ერთი ამოღებული. შესაბამისად, ეს task-ი გამოცდაზე არ არის მითითებული, მხოლოდ აქ ამ დოკუმენტში იყო. კითხვა რომ წავიკითხოთ, during a change implementation, you observe a delay in the meeting milestones, which action is most appropriate. პირველ რიგში ვაკვირდებით რას გვეკითხებიან, ანუ რა არის ყველაზე მეტად შესაბამისი პასუხი ან ქმედება, რასაც ბიზნეს ანალიტიკოსი გააკეთებდა. აქ შეიძლება იყოს ხოლმე კითხვა, რომ აი ჩამოთვლილთაგან პირველს რას გააკეთებდი და სავარაუდო პასუხები არის ისეთი, რომ ყველა აუცილებელია, ყველა გასაკეთებელია, უბრალოდ რომელს დააპრიორიტეტებდი და აი ყოველთვის ორი ისეთია, რომ ძალიან ახლოს დგას ხოლმე ერთმანეთთან და იდეაში ორივეს დააპრიორიტეტება გინდა, მაგრამ იქ უნდა გადაწყვეტო ბაბოკი რას გეუბნება. ამ შემთხვევაში კითხვა გვეუბნება, რომ რაღაცა გადაწყვეტილების ცვლილების დროს იყო delay და როგორ მოიქცეოდა BA. პირველივე option-ზე escalate the issue დანარჩენ პასუხს არც ვკითხულობ, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაციის ესკალაცია არასდროს არ არის გამოსავალი. არც ერთ გამოცდაზე, არც ერთი კითხვა არ ყოფილა, სადაც ესკალაცია იყო პასუხი და შესაბამისად რეალურ ცხოვრებაშიც არ არის ხოლმე ეს. ან ესკალაცია პრობლემის გამწვავება, უფროსთან ჩაშვება, ესეთი არის ხოლმე სავარაუდო პასუხებში და პირველი ეს უნდა გამოირიცხოს. მეორე რაც არის inform customers about the delay and seek their input on alternative approaches. Inform customers კი ბატონო სწორია,
იმიტომ რომ მომხმარებლებს უნდა შევატყობინოთ, მაგრამ აქაც ერთი ჩახლართული რამ არის. Customers ვატყობინებთ მარტო თუ ზოგად stakeholder-ებს. ამიტომ რადგან customer-ებია დაკონკრეტებული, შეიძლება ეს არასწორი იყოს, იმიტომ რომ ზოგადად stakeholder-ებს უნდა შევატყობინოთ ხოლმე, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის იმპლემენტაციის დროს. და გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად რატომ არის ეს პასუხი არასწორი არის, რომ customer-ებს არ ვთხოვთ ჩვენ ალტერნატიული მიდგომების მოფიქრებას. ეს პირიქით ანალიტიკოსის საქმეა, რომ stakeholder-ებს შევთავაზოთ რამდენიმე ალტერნატიული მიდგომა და ერთად შევჯერდოთ, რომელი არის საუკეთესო. აქედან გამომდინარე, ესეც არ არის სწორი. მოდი მეოთხე ვნახოთ ჯერ. Postpone further monitoring activities until the next milestone review is scheduled. გადადება, როდესაც რაღაც ცვლილება არის, როდესაც გვჭირდება stakeholder-ების გან მოსმენა მათი აზრის, რას ფიქრობენ, რატომ არის კრიტიკული და ასე შემდეგ, ასეთ სიტუაციის გადადება და მომავალში რაღაც reviews რო დაველოდოთ, არ არის სწორი. იმიტომ რომ პროაქტიულები უნდა ვიყოთ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მაშინვე გადავწყვეტოთ პრობლემა, ან თუ რაღაც გამოწვევა არის, არ ვაქციოთ პრობლემა. ამ შემთხვევაში ეს თუ რაღაც მცირე გამოწვევა არის, შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს, რომელსაც review ვეღარ უშველის მერე. შესაბამისად ეს არასწორი არის. და მესამეს რო დავუბრუნდეთ, adjust the plan and communicate updated timelines to stakeholders. Adjust the plan არის ჩვენი პროაქტიული ქცევა, რომ განვაახლოთ, არც დოკუმენტის სახით აქვს გაკეთებული communication plan-ერის თუ სხვა რაიმე ტექნიკა აქვს გამოყენებული ამ შემთხვევაში ანალიტიკას და ვეკომუნიკაციებით ყველა stakeholders. აქაც მნიშვნელოვანია მეორე პასუხში რომ ვახსენე, რომ მხოლოდ customer-ები არ არიან საკმარისი, თქო, აქ ეს ფაქტორიც დაიფარა, რომ ყველა stakeholders ვეკომუნიკაციებით ცვლილებაზე და შესაბამისად ერთად მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. ასეთი მიდგომა არის ხოლმე და დაახლოებით ასე განვიხილავდი ყველა კითხვას, რაც კი მოვიდა გამოცდაზე და ნუ მანამდეც როცა ვემზადებდი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითის ჩვენებისთვის და ასე დეტალური ახსნისთვის, საინტერესო გამოსვლების გაზიარებისთვის. მეგობრებო, შეგიძლიათ მიმართოთ ნინოს კითხვების შემთხვევაში და ალტერნატივად გთავაზობთ შემდეგს. IABA-ის და სხვა მსგავსი ინსტიტუტების შეფტერებში, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არსებობს სასწავლო ჯგუფების, ანუ study group-ის კონცეფცია. მართალია ნინომ ამ გზას არ მიმართა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ჩამოყალიბებული ჩვენი შეფტერი საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ შესაძლებლობის შექმნა. თუ ისივე ის ჩაბარებას გეგმავთ და მარტო მომზადება გეზარებათ, თავს არიდებთ, არ ხართ დარწმუნებული, ან უბრალოდ გირჩევნიათ ამაზე ჯგუფში მუშაობა, ჩეპტერში არის შესაძლებლობა, რომ ჩამოყალიბდეს study group-ი კონკრეტულად ამ გამოცდის ირგვლივ, სადაც მონაწილეები ისწავლიან, გაივლიან ბაბოკის თემებს, გაიზიარებენ რესურსებს და დაეხმარებიან ერთმანეთს გამოცდის პროცესში. ეს არის მოხალისეობაზე დაფუძნებული თვითორგანიზებადი ინიციატივა და ყველასათვის ღია არის, ვისაც ICB-ის ჩაბარების ინტერესი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ ამას არ აქვს ლექციების სერიების ფორმატი, თქვენ ვერ შეუერთდებით ჯგუფს პასიურ დამკვირვებლად, უნდა იყოთ პროაქტიულები და ეს არის კოლაბორაციული სწავლების გზა აქტიური მონაწილეებისთვის. ზოგადად მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სასწავლო ჯგუფი კონკრეტულად რას მოიცავს? ეს არის სამი ტიპის აქტივობა. პირველი არის სასწავლო აქტივობები, დებატები, განხილვები, სიღრმისეული ანალიზი ბაბოკის გარშემო და სტანდარტების გარშემო. მეორე არის საზოგადოებრივი აქტივობები. ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნის არის ამის შესახებ სხვებთან საუბარი და მათთან გაზიარება თქვენი გაგების, ამიტომ რომ მოისმენთ განსხვავებულ პერსპექტივებს, გამოიწვევთ ერთმანეთს სხვადასხვა თემებში, შექმნით კავშირებს, იქნება ნეტვორკინგი, ეს გამოცდის მიღმაც გაგრძელდება და იქნება სასარგებლო. და მესამე გამოყენებითი აქტივობა, რომ ბაბოკის კონცეფციების ადაპტაცია მოხდეს რეალურ кейსებზე
და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი ძირითადი რჩევა, რომ გაიგოთ, როგორ გამოიყენება ბაბუკი პრაქტიკაში და რა არის იმ დიდი ტექსტის მიღმა, რაც ამ წიგნში არის მოცემული. ერთად შეგიძლიათ გაიაროთ სცენარები და პირდაპირ შესაბამისობა მოძებნოთ სიტუაციურ კითხვებთან და თქვენს პრაქტიკულ გამოცდილებასთან. მოკლედ, ვისაც სურვილი გექნებათ, რომ იყოთ ასეთი ჯგუფის მონაწილე, შეგვეხმიანეთ და ჩვენ ხელშეუწყობთ ასეთი ჯგუფის ორგანიზებას. ხო, სასწავლო ჯგუფი ასევე კარგი შესაძლებლობაა, თუ გსურთ წარმომადგენლობაში უფრო მეტად ჩაერთოთ, ჩვენ ვეძებთ მოხალისეებს BA საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შესატანად, რომ ერთად შევქმნათ სასწავლო ჯგუფები, სასარგებლო ღონისძიებები, გავაზიაროთ ცოდნა, შევქმნათ კავშირები და თქვენგან გვჭირდება მხოლოდ ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა. ამიტომ, ვისაც გსურთ, რომ შემოგვიერთდეთ, აუცილებლად შეგვეხმიანეთ. აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს ერთ-ერთ შემდეგ სესიაზე გვექნება სიბაპის განხილვა. ამას ექნება უკვე პანელური დისკუსიის ფორმატი და მოწვეული გვეყოლება უცხოელი სერტიფიცირებული პროფესიონალები, რომლებიც გაგვიზიარებენ უკვე თავიანთ ხედვას ამ გამოცდაზე. ახლა კი, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, გთხოვთ, რომ გამოჩნდეთ. ჩვენ მზად ვართ უპასუხოთ თქვენს კითხვებს. მე დავსვამოდით შეიძლება, იმიტომ რომ ნინო მახსენებდა თითქოს რაღაც ისეთ სტადიაზე იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში, მეც მაგალითად ხა დამიგროვა დაახლოებით 2 წლნახევრიდან 3 წლამდე გამოცდილება, აი სადღაც მაგ შუალედში ვარ და ბოლო დაახლოებით 2 თვეა ძალიან ისე აქტიურად ვფიქრობ სერტიფიცირებაზე და რაღაც შინაგანად ცოტა ეგოს ამბავი არის, ალბათ მაწუხებ და ეგ რომ რატო უნდა ვიყო ECBA, მოდი პირდაპირ გადავახტები და CCBA-ს ვცდი. მაგრამ მე რაღაც თითქოს ამ კონკრეტული გამოცდის ფორმატის გატესტვა მინდა რაღაც წლებს მოვსინჯაო მეთქი ვიფიქრე და საბოლოოდ შევჯერდი, რომ ალბათ უფრო ECBA-სკენ წავალ. მაგრამ რამდენად ის არის თქვენი აზრით ტრანსფერირებადი მოკლედ ეს ერთი გამოცდის გამოცდილება, როგორც ფიქრო თუ სწორად გავიგე, ხა CCBA-ზე გადასვლასაც გეგმავთ მალე, იმიტომ რომ დავეწიო ჩემ პროფესიულ გამოცდილებას ვახსენებ და მეც რაღაცა ჩემ თავში ესეთი გეგმა მაქვს დაახლოებით დავაგებული, რომ ალბათ ავიღებ CCBA-ს და მე სადღაც ალბათ 6-8 თვის მერე CCBA-ს შევეჭიდები და რამდენად სწორი გონიათ ეგ და ძალიან დიდ შეცდომას ვარ რომ შევხვდით. მადლობა. არც ერთი მგონია შეცდომა და არც მეორე გააჩნია რა გინდა. ამ შემთხვევაში ECBA კარგია, იმიტომ რომ ის ბაბოკი მაინც წასაკითხი და მაინც სასწავლი არის, იმიტომ რომ CCBA და SIBOP-ისთვისაც მაინც ბაბოკი გჭირდება და სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ECBA თუ რაღაც თავები არ შედის, მაგალითად, აი სულ ბოლო თავი იყო მე მგონი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, რომელსაც ECBA არ ფარავს და შეგიძლია რომ მარტო იმ ნაწილზე კონცენტრირდე, რომელიც ECBA-შია და მე უკვე CCBA-ისთვის გაიღრმავო ეს ცოდნა და ახალი დაამატო. მაგ მხრივ მგონია რომ უფრო მარტივი იქნება. გარდა ამისა, ECBA-ს არ გასდის ვა და ერთხელ ჩააბარე, მოიშვერთ და სულ იქნება. და CCBA-ს მუდმივად განახლება სჭირდება. ამიტომ რომ დავაკვირდი, ძირითადად ECBA-ს რო იღებენ, მე რაღაცა 2-3 წლის მერე პირდაპირ SIBOP-ზე გადადიან ხოლმე და ამ CCBA-ს აღარ იღებენ, იმიტომ რომ ერთსაც განახლება უნდა მეორეს, CCBA-ს და SIBOP-ს გულისხმობ და მოდი ბარემ ცოტა ხანი დაველოდები და ორივეს რო არ ვსდიო, მე მარტო SIBOP-ი მექნება. ამიტომ როგორ ფიქრობ, რომ შენი განვითარება უკეთესი იქნება, ეგრე უნდა წახვიდე. შეცდომა არც ერთი არ არის. მგონია, რომ გამოცდილება მაინც გამოგადგება ECBA-ისთვის, იმიტომ რომ PSI არის ორივე გამოცდის პარტნიორი და მაინც PSI-ის გარემოში მოგიწევს ჩაბარება და აი ეს ჩეკები, რაც გავიარე და ის გავიარე და მოგიწევს გავადა ყველას პრინციპში და ის სიურპრიზები, რაც შეიძლება დაგხვდეს ერთ გამოცდაზე, მეორეზე უკვე მარტივად გაივლი და აღარ იქნება ისეთი რაღაც ფსიქოლოგიური შემაშინებელი, როგორც შეიძლება რომ იყოს. ამიტომ მგონია, რომ ECBA საკუთარი თავის გატესტვაც არის, ასე ვთქვათ, უფრო უსაფრთხო ვერსია, ვიდრე ვთქვათ CCBA-ზე და აქვე ვახსენებ, რომ ვისაც გასვლა გინდათ, აპრილის ბოლომდე IIBA-ს აქვს ესეთი აქცია, რომ ერთხელ თუ გახვალ და ვთქვათ ჩაიჭერი
მერე გაქვს 1 თვე იმისთვის, რომ გადაბარებაზე გახვიდე უფასოდ. და ეგეც შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ თქვათ ახლა აი აპრილის ბოლომდე, რა ვიცი, თავისუფლად დაფარვადი არის, მით უმეტეს გამოცდილება გაქვს უკვე ანალიტიკაში და შეგიძლია რომ გახვიდე ამ აქციითაც ისარგებლო და ასე ვთქვათ, გადაიზღვიო შენი თავი და კიდევ უფრო მშვიდად გახვიდე. ამიტომ რა ვიცი, როგორ road maps დაუწესებ შენ თავს, აკვე შენ სურვილებზეა დამოკიდებული. ესე იგი, მადლობა. მადლობა აკაკი კითხვისთვის და ნინო შენ პასუხისთვის. კარგი მომენტი ახსენე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც IBM წამოჭრა. ნამდვილად საინტერესოა. სხვებს თუ გაქვთ კითხვები, თქვენც მოგისმენთ. არ გვაქვს კითხვები. კითხვა რა, მაგრამ კომენტარი მაქვს თუ შეიძლება. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მარიამ და ნინო. ძალიან საინტერესო და ჩაიარა და ძალიან მე რომ ეხლა ვიწყებდე, ალბათ ძალიან ამომწურავ ინფორმაციას მივიღებდი აქედან და კარგი ინვესტიცია იქნებოდა ჩემთვის მაგალითად ამ ივენთზე დასწრება. ნინო, შენთან იცი რა მაქვს კითხვა? რო თქვი რომ გამიადვილდაო, შენ იმიტომ გაგვიადვილდა ჩემი აზრით ამ გამოსდის ჩაბარება, იმიტომ რომ IQBBA ქონდა უკვე ჩაბარებული. IQBBA-თან შედარებით, კი, გაგიადვილდებოდა. მანამდე PMI-CP-ით ჩაბარებული მქონდა და იმასთან შედარებით IQBBA არაფერი არ იყო, იმიტომ რომ PMI-CP იყო 120 კითხვა იყო 2 საათ ნახევარში და აქ არის, რა ვიცი, საათი და 15 წუთი და 50 კითხვა, ფაქტობრივად ორჯერ მეტი კითხვა არის. და აი ეს რომ ახსენე რომ აი escalate მაგალითად არსად არ არის სწორი, ეგეთი მიგნებები PMI-CP მომცა, იმიტომ რომ იქ ბევრად ჩახლართული კითხვები იყო და უფრო დაფიქრება მჭირდებოდა. მაგრამ მაინც არ არის რთული გამოცდა, ანუ მაინც ჯუნიორისთვის არის გინდა არ გინდა და აი მეც როგორი რაღაც მონსტრი მეგონა არ არის საბოლოო ჯამში ეგეთი და თავისუფლად დაძლევადია მინიმუმი, რა ვიცი, 6 თვის გამოცდილება თუ გაქვს, რომ ცოტა შეხება გქონდეს და აი ტერმინების დონეზე მაინც იცოდე რა რას ნიშნავს, უკვე თავისუფლად დაძლევადი არის. ნუ სწორი სტრატეგია გჭირდება, ბაბაკი როგორ წაიკითხა. მაგაში გეთანხმები მეც რომ მინიმუმ 6 თვე ალბათ ბიზნეს ანალიტიკოსად უნდა მუშაობდეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობები არ აქვს და დადგე და BA ისწავლო და გახვიდე ჩააბარო, ალბათ მარტო თეორიულ ცოდნას მიიღებ, ხო? და აზრი აქვს ეგრე გამოცდის ფურცლისთვის? ალბათ არა. ნუ როგორც აღნიშნე და შევჯერდეთ ამაზე, ძალიან ინდივიდუალური არის მიდგომა, ვის რაში შეიძლება დასჭირდეს, ყოველს თავისი მიზანი აქვს, ამიტომ ზოგისთვის შეიძლება ეგ ხერხი გამართლებული იყოს. თიკა, 1 წუთი გვაქვს დარჩენილი. რო გაითვალისწინოთ. კი, ერთი შეკითხვა მაქვს. 4 ჩეკი აღარ დაგჭირდა, როცა შემოხვედი შესვენებიდან? ხო. ძალიან გაგიმართლა პროქტორში ალბათ, იმიტომ რომ მე ეგეთ გამოცდილება არ მქონია. მე გამატარეს ისინი. და ეგ მე მგონი პროქტორსაც გააჩნია, ზოგს, ანუ მე პროქტორთან რაღაც ცუდი გამოცდილებებიც მქონია. და შეიძლება ინდივიდუალური იყოს, არ ვიცი, იმიტომ რომ მე ორჯერვე გამიშვა და ორჯერვე შემატრიალებინა და ორჯერვე ანუ სხვადასხვა გამოცდაზე მქონდა ეგ მოკლედ. ხო, მხოლოდ შეიძლება შეცვალეს? არ ვიცი, ბრეიქზე არც ეწერა საერთოდ, არც ველოდი რომ ბრეიქი იქნებოდა, ეგ იყო უცნაური და თავიდან შევშინდი კიდევაც რომ ეხლა რომ გავიდე მე დაბრუნების საშუალებას თუ მომცემენ თქო, მაგრამ უბრალოდ კომუნიკაცია უნდა გააკეთო, ეხლა ბრეიქზე გავდივარ, უნდა დაითანხმოს რომ გახვიდე და დაბრუნებისას უნდა მიწერა რომ ოკეი, დავბრუნდი და გავაგრძელებ. უბრალოდ მიკროფონს და ვიდეოს არ თიშავ ამ პერიოდში. ძალიან კარგი. კარგი მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, რომ დღეს აქ იყავით. ვიმედოვნებ, რომ ამ სესიამ გაჩვენათ მკაფიოსურათი ამ ECBA სერტიფიკატზე. გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენი ვებსაიტის, LinkedIn-ის გვერდით, Facebook-ის მეშვეობით. ყველას საიტი მული ხელმისაწვდომია QR კოდების დასკანერებით. ჩვენს გვერდებზე განვათავსებთ მომავალ ღონისძიებებს, სიახლეებს და
მოკლედ stay tuned როგორც იტყვიან. განსაკუთრებული მადლობა ნინოს, რომ დღეს გაგვიზიარა გამოცდილება და შეხედულებები. ველოდებით, რომ ბევრ თქვენგანს დაინტერესებს ეს, შევხვდებით ერთმანეთს სამომავლოდ და ერთად ვიზეიმებთ თქვენი CPA სერტიფიკატების მიღებას. გმადლობთ ყურადღებისთვის, დასწრებისთვის და დროებით. ასევე მადლობა ყველას წარმატებები. მადლობა ძალიან. მადლობა ძალიან დიდი. ნახვამდის.